ატარებ. რა უნდა თქვა ბიჭო, უნდა აგინო ვიღაცა. ხვენია რა, როგორ უნდა ვაშონოთ ეს ვიდეო, აკურებდეს, ამდენი ხანი ვინახავ. 8 წლის მერე 2008-9-4 წელიწადია არ მინდა და გულში ვიხდობ, რომ არ ვაჩვენო ეს მაყურებელთა პისტო. არ გამოდის, უნდა ვაჩვენო. ვით უნდა ასულიყო ნახა იქ. ამას ახლა თუ ეროვნული ექსების შეურაცხყოფა არ ქონდა მიზეზი. სხვა რა უნდა ყოფილიყო, რა მიზეზისგან უნდა იყოს გამოწვეული, რომ აი ასეთ ლამაზ კარგ ლექსზე ასეთი იგენი გაეკეთებინა ზემოდან, წაკრები გაეკეთებინა ზემოდან. თანაც მე ამას ზოგადად ჩემს პირად ეროვნულ შეურაცხყოფას უნდა იგაგეთებინა. აი დააგუძიაგე ხაზები როგორ არის გადასული სტრიქონებზე, აი. შენავს აი ეს სინთეზი გაჩვენე. ამას ანადგილებლობა ხელისუფლება ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება, ან ძელთა დაცვა ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება. რაღაც, ნუ მარტო ხომ შეიძლება რომ სამგაცო კუჩკაც რა მეთოდოლოგიას შევიდეს გული გასულ ამის შესახებ. სადაც შრიფტი ლათინურია. გადასმული. რამშვენიერი ნახატებია და ნახატებზეც კი წარწერები აქვს გაკეთებული. ამას ქვია ვანდალიზმი, ამას სხვა რა ქვია. მაგრამ როგორც ყველაფერი ერთად ალბათ ზემოთ აღვიძი, ნათია აწერი. ვიღაცა კარეტინა მოატოვა თავია. მიაწერა ნახა. უდავკო. აქ რა იყო დეტალი, რაღაცა ამოტექნიკურია და ამოდებულია, ხო? დეტალი. ეს ვერ მოიფიქრეს, რაღაც გასულ გამოსულია ხაზი რა. თუ დააკვირდებით, აი ცარიელ სტოლბერზე პოლონებზე კი არ არის რამე ბევრი ნაწერი რა უშოთ, ხო? ზუსტად იმაზეა, რაც შეურაცხყოფელია ერისთვის და ხალხისთვის. ზუსტად იმაზეა. აი ეს გადამიღე რა, ეს უშუალოდ რაც შეიძლება ახლო ხედით, აი ეს უშუალოდ ლადო ასათიანის ლექსი. ხო, ლადო ასათიანის ლექსი. ბოლოდან აი 1 or 2 რაღაც წელია.